საღამო მშვიდობის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როგორ ბრძანდებით პირველ რიგში, ხო ვალიოჯგიროთ ყველაფერი, როგორც ჩემი მეგრელი ძმაკაცები თქვენ ხო, როგუა საქმე აქედან კახეთ მე რა. რავი, როგუა საქმე მიდის, ყველა შერჭობილი არის. თეატრულკიანმა რა კითხა, იმ არა უპასუხა და ბიჭო რა ვიცი ხა სხვის იმაში მონაწილეობთ რაღაც თეატრში მე მგონი და თუ გასაკეთებელი იყო გაიქნებოდა აქამდე რომ გაგა არც ეხლა ცუდი რომ გამოვლინდეს ყველაფერი მაგრამ აქეთაც რომ ნახონ ვიღაცები გამოსავლინებელი არ იქნება ორიგო ვინც შეხრა და შეჭამა თუმცა მე ამ კვირაში ვნების კვირაა და ვეცდები რომ ძალიან მობიერი ვიყო და ძალიან ქრისტიანულად ვილაპარაკო თუ შევძელი ეგეც არ ვიცი. დღეს ერთი რამ არის რომ მოდი აი ამ კუთხით მინდა წავიყვანო დღევანდელი გადაცემა. დღეს 22 წელი შესრულდა ობიექტივის დაარსების როგორ მახსოვს კინოსახიობთა სახლში დამფუძნებელი კრება რომ გაიმართა მაშინ ერთად ვიყავით ყველა ერთ-ერთი მონაწილე მეც გახლავართ მაგისი რომ გვიტევდნენ აქედან იქიდან მაგრამ ღვთისწყალობით პირველ რიგში ალბათ დათოს ირმას და იმ დიდი საზოგადოების რუდუნებით სიყვარულით და ცოტა გაუტეხლობითაც კი ბოლომდე მოიყვანეს დღევანდელი დღე და დღევანდლამდე მოიყვანეს აწი ვნახოთ როგორ იქნება საქმე ხა ძალიან არ ვწყალობს არც ოცნებას არ მოსწონს ხა აქ რაც გადის და არც ნუ იმ თახსირ ადამიანებს რომელმაც აუცი უბედურებები დააწიეს ჩემქვე მოდი იცით რა გავაკეთოთ ეხა დღეს მინდა თუ ხართ ჩართული საზოგადოება და თუ მიყურებთ რუსთაველზე დიდი ამბავია კიდე სტუდენტები შვილო ზურაბს ადამდე მგონია ხოლმე ამათ რო უყურებს სულ არა იუმორი და რამე კი არა მართლა თუ სიმართლეა და რაღაცა არაფრის არ უნდა შეეშინდეთ და დადგნე მაგრამ მარტო სიმართლე რო არ არის და ვიღაც ისეთი ოდიოზური ფიგურები იღებენ მონაწილეობას რომელსაც რა ვიცი რა ჩაქაქებული აქვს თავისი ყოფის პერიოდში საქართველოში ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება და კაცებს აუპატიურებდნენ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ ერთ მართლობა იყო ეს უჟა აბაისას ციხეში ხელს აწერინებდნენ და დღესაც კიდე მაგრამ ესე რომ მოვიდნენ მithom მაგარი რამეები გააკეთეს კოჰაბიტაციო და ნახევარი კოჰაბიტაციაში არიან ეხლაც მოკლედ იმ ხალხს ვისაც მოგმართავთ ხოლმე რომ ებიჭო დავდგეთ ერთად რაღაცა ესენი სულ ყოველთვის ესე იქნებინა დებილები უნდა იყვნენ რომ ესე არ დარჩნენ რა მე თუ მკითხავ რატომ იმიტომ რომ ერთი მეორეს ასულდგმულებს ერთი წოს სისხლს მეორეს ის იმას წოს სისხლს და მშვენივრად არიან და ჩვენ კიდე დააზო დებილი ბავშვები პირდაღებულები უყურებთ და არც არ გაქვთ იცი სურვილი რომ რაღაცა გამოფხიზდეს ცოტა ერი რა ვინც რაღაცა ცოტა ტანში იგრძნო რომ ვერ არის მინდა მიეკედლა ოცნებას აქეთკენ იგრძნეს ეს თავის დროზე ესე იყვნენ მოდი ესე დავსვამე საკითხს რა დედასპიცა ვარ არავისთან არც დათოსთან არც ირმასთან არა ვარ შეთანხმებულა უბრალოდ ვკითხავ რომ იმერულ ესკისებში რო ხო გახსოვთ არა აი ისეთი კითხავნა რა აბა ბავშვებო რა სარგებლობა მოაქვს მამალს მითხარით ეხა დაურეკო და არის საერთოდ აზრი აი ობიექტივში რომ მიდის ეს გადაცემები რამე სასარგებლოს თუ გაძლევთ თუ გამხნევებთ კარგია თუ არა რა ვიცი აი რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ობიექტივმა რატო არ თუ გიფიქრიათ კიდე თუ გამხნევთ დარეკე და თქვით რომ გამხნევთ თუ არა ამ ფორმატი ხო არ შეგიძლიათ შეცვალოთ ან რაღაცა ხო არ გააკეთოთ არა აი ეგეთი რაღაცა რჩევა მოგვეცით იმ საზოგადოებამ ვისაც სიყვარული გაქვთ ამ არხის ობიექტივის და ძალიან გულგახსნილად გითხარით რომ რა არის კარგი და ნორმალური ამ გადაცემებისთვის და საერთოდ ამ არხისთვის რომ რაღაც
თქვენთვის მოსახლეობისთვის და იმ მართალი ხალხისთვის რომელიც გვისმენს და გველის წიწილები არ არიან და შხამის გამონთხევა არ უნდათ მარტო იმათმა გვირჩიო რომ თქვა აი მე ვისურვებდი რომ აი ესეთი იყოს ობიექტივი თუ არის საზოგადოება ჩაერთეთ და გავაგრძელებ მე მანამდე ჩემს შეხედულებებს გავაგრძელებ რა დღეს გახარია იყო დაკითხვაზე მოკლედ ერთ ტელევიზიას რო აწყობს იმ ამონარიდებს აკეთებს მეორე ტელევიზიას რო აწყობს ამ ამონარიდებს აკეთებს ფაქტი ერთია რომ ძველი ანეკდოტი მახსენდება ქუთაისური ერთ დიდ რესტორანში კეიფი მიდის და აქეთ დარბაისელი ხალხის ქუთაისურად კაი სიმღერას ანა იქითკენ შტანგისტები ზიან რა და ილხენენ მაგრამ თვალები არიან უკვე და ამათ კაი სიმღერა კაი რაღაცა ქუთაისური მოლხენა გემრიელი რო და ამათაც მოუდათ რა შტანგისტებს სიმღერა და დაიწყეს სიმღერა და ქუთაისელი დარდიმანდი წამოდგა და მივიდა და ბიძია ვიხარ თქვენო კითხა და ჩვენო შტანგისტები ვართ მე მევედი და აგიწი ეს შტანგაო ესე არის რა შტანგის აწევა თუ არ შეგიძლიათ ბიძია რო გადიხარ და აბა ისა და ჩამოიქცეს და რას პირდებით ამ ხალხს გითხარეთ სიმართლეში გაცხოვრებთო რა ცხვირში რო გაქვს ჩემ ხელა საყურე გაყრილი შე რა უნდა მაცხოვრო სიმართლეში შე კაი დედმამიშვილო თქვენ ის იმის აზეც ვერ მოდიხართ რომ თქვენი ქმედებებით ამათ ოცნებას უმყარებთ და ისევ იმ მდგომარეობაში შეიძლება დატოვოთ ოცნება და თქვენ იყავით და იკივლეთ და იწივლეთ და ჩვენც იმ ხალხს რომელსაც არც ერთი მოგწონხარ და არც მეორე მოგწონხარ და საქართველოს მართლა კეთილდღეობა გვინდა და თან გვაქვს ნაცხოვრები ეგრე რა გვაქვს ჩემო კარგებო დიახ ვისკისერზე მოვიდნენ ერთი ნაციონალების პერიოდში დაკა რომ მიდიოდა და ჩხუბი და ცხვირთან მიტანი რომ მქონდა მიშასთან და ჩემ ოქროს ბიჭები რომ უაშკაცესი უქართველესი და აი დამსახურებით ისეთი დამსახურებები ქონდათ რომ რა ვიცი რა რო ვედექით საქართველოს ეხა მოვიდნენ და არ დაგვიწყეს ბიჭო აგენი მასწავლიან მე ეხა წესიერებასო ცხვირში შეყოფას მიშლიან ოღელსო ეგეც ანეკდოტი არის თუ კარგად გახსოვთ ზარი მაქვს ეთერში აბა მომზადდით ბატონო გისმენთ ალო ისმის ბატონო გია დიახ ჩემო ძვირფასო დიახ მოგესალმებით საღამო მშვიდობის ჩემო კარგო საღამო მშვიდობის გილოცავთ ბზობას გამდეგ აღდგომას და რა თქმა უნდა ობიექტივის ეს არ ვიცოდი დიახ ხელი გილოცავთ გაიხარე ჩემო კარგო გაიხარე მრავალი წელი გემოვაწევთ თქვენთან ერთად გაიხარე აი რა მინდა კითხოთ თუ არ შეწუხდებით რომ აი რა შეგიძლიათ თქვენი აი თქვენი ხედვიდან რა შეგიძლიათ რომ დაუმატოთ რომ უფრო მიმზიდველი იყოს ობიექტივი თუ თქვენი აზრით აქ ის საზოგადოება რომელსაც ეს აზრი აქვს მაინც უყურებს რა იმიტომ რომ აქედან ესეთი სიმართლე მოდის თუ არ მოდის თუ რაც მოდის და აი თქვენი აზრი მინდა მაინტერესებს ძალიან რა ბრძანეთ კი ბატონო თუ ჩემი აზრი საინტერესოა როგორ არა შემოგევლ ყველას აზრი მაინტერესებს ვინც ნორმალურად მოაზროვნდა ეხა თქვენ მარტო მოსალმებაზე მაგას გეუბნებით რომ ყური მაგ სასწაულად კარგი ბგერა თვითონ ისე შემოდის რომ ხვდები ადამიანს ეს კითხვა უნდა დაუსვა თუ არ უნდა დაუსვა რა მადლობთ ია ესე იგი გეტყვით ეხლა მოგახსენეთ დიახ ბრძანეთ ბატონო ეხლა რა ხდება რომ კარგი იქნება კი რა თქმა უნდა ბევრი გადაცემები რაც შეიძლება ასე ვთქვათ აი გამანათლებელი ბავშვების კარგია ბევრი რაღაცის მიდის მაგრამ აი თითო საათი რო გამოიყოს ვთქვათ ისტორიული გადაცემების ძალიან კარგი იქნება იყო კიდეც ადრე მახსოვს დიახ ხო ერთი კი ბატონო ჭეშმარიტი ისტორია რო ვასწავლოთ თქვენი გმირები თქვენი წმინდანები აი თქვენ რადიო ნაცნობში რო ჩამოთვლიდით ხო შემოგევლე ახსოვთ ესე იყო რა თქმა უნდა ბატონო გია უნდა იცოდნენ ვინ იყვნენ დავით კონსტანტინე ხეიძეები გობრონ მიქაელი რუარსა პირველი რო წმინდანი იყო და ყველა კიდე რა ღმერთის მადლით არ გვაკლია იქ ხალხი და ნათელში ამყოფოთ იმას რომ ისინი წმინდანები არიან უნდა იცოდნენ ჩვენ აი ეს შემეცნებით აი ეს იქნება ძალიან კარგი რა თქმა უნდა და აი რა თქმა უნდა ეს თავისთავად ისედაც თქვენი პროგრამები ანტიპროპაგანდა იმათი
იმ დამღუპელი ბუღაძეების და მებერძენიშვილების. ხო ეხლა რა მინდოდა მეთქო სამწუხაროდ მაგ ბედში ვართ რა როგორც დიახ. ხო და აი წერან თქვენ ბრძანეთ ისა რა ქვია იმერული ესკიზები. დიახ. აი ეხლა მე თქვენი აზრი მაინტერესებს ბატონო გია თუ შეიძლება მეკითხო. დიახ გისმენ ჩემო გოგო. ხო აი მაგ იმერული ესკიზებიდან გამომდინარე მოკლედ და კონკრეტულად ბევრი დროს აღარ წავიღებ იმიტომ რომ სხვებსაც უნდა შემოსულა რა თქმა უნდა ესე იგი 9 მაისს გამარჯვების დღეზე ვაპირებ მოსკოვში მოსვლას და ესეთი რამე მინდა გავაკეთო აი თქვენ კარგად იცით ეს ოსკარ ბენტონის სენტიმენტალური ბლუზი ძალიან კარგი სიმღერა ხო ნუ მე მიყვარს უსმენ ხოლმე ძალიან სიამოვნებით და აი ეს იმერულ ესკიზებში რო არის აი ეგ ბუი გადავაბი ელემენტარ პრიმიტიულად ძალიან კასეტაზე იმ ბუის ვისა მივადა ბუი მიმატოვე პოლიკარტე უი და მე ის აი რა კაი გამოვიდა ისეთ ვატო აი ეგ მინდა წავიდე გამომიგზავნეთ თუ არ შეტუხდებით ამ Facebook-ზე ან სადმე ჩამიგდეთ რა ეგა რა კაცო იმას ვიზავ აი ორიგინალს მოგიტანთ მანდ თქვენ ბურგლას ქუჩაზე სიამოვნებით ჩემო კარგო გაგახაროთ ღმერთმა კაი ხალხო აი ერთი რამე მინდა მოგმართოთ მართლა გულწრფელად რა ბევრი ადამიანი არის აი ჯერ იმაზე ვგიჟდები საერთოდ რომ აი რა და მე ვფიქრობ ხოლმე რომ როგორი უმადურებ ადამიანი საზოგადოებრივ როგორი უმადურია და სულ ღმერთის განკი ღმერთს რაღაცას ელაპარაკება თან ეშინია თან არ უნდა რომ პირდაპირ მესამე პირში რომ კარგი რა ღმერთო რა თან ეხა მithom ყოფილია მithom არ არის და თან ეხა პირდაპირ არ უნდა დაუპირ მაგრამ მადლიერების გზნობა ჩვენში ძალიან ცოტა ნაკლები არის მაგის თქმა მინდა თქვენში არ მინდა ეხა თქვენზე ვილაპარაკო მე ჩემ თავზე ვამბობ რა პირდაპირ რომ როგორ აი ამ თან ამ კვირაში რა როგორ მინდა იცით რომ აი ადამიანებმა ის მადლიერების გზნობა გამოხატონ ღვთის მიმართ და ჩვენ რო ქართველები ვართ მარტო იმის მიმართ მართლა გეუბნებით აღმატებულები ვართ გინდა სიყვარულში გინდა ბოროტებაშიც რა აი როგორი ცუდი რამები აი დაფიქრებულად რო რაღაც გველის წიწილურა და რა მინდა იცით გითხრათ აი რაც ბრძანა ეხა შემოსულმა ადამიანმა ჩართულმა ამ თემაში ბრძანა გენიალური რამე მე ყველაფერს გავაკეთებ ილიას ხო დაველაპარაკები დათოსაც ირმა ყველას დაველაპარაკები ვისაც ძალგვის და ვინმე ისტორიკოს დავსვათ ეხა ჩემისთან ადამიანი შეიძლება დაждდეს და არა მაქვს ცოტა წაკითხული არც დათოს არც ირმას არც არავის მაგრამ ისტორიკოსი უნდა დავსვათ ისეთი რომელიც ყველაფერს ჩამოარაკრაკებს ისე რომ ბავშვების დასმა გაგვიხარდეს ჩემო კარგებო ეგეთი რამები მე თავის დროზე შევთავაზე განათლების სამინისტროს მინდოდა საკვირაო სკოლების გახსნა საკვირაო სკოლაში ერთი 3 გაკვეთილი ჩავატარეთ მაშინ ჯაზუარი ესო იმ რესპუბლიკური საავადმყოფოს პირდაპირ იქ თხოვე ვაზაგაშვილებს თხოვე მაშინ ცოცხალი იყო აცხონოს მისი სული ღმერთმა თხოვე რომ მეთქი რაღაცა დამithმეთ მეთქი დარბაზივით არის რაღაცა და კიო რაზია ვლაპარაკიო და მერაბ ჯიბლაძეს თხოვე რომ აკადემიკოსი კაცი იყო ის ამბობდა რომ საქართველოსიო არ არისო უმაღლესი სწავლებაო განათლება არ არისო და მეო აი ჩემი მხრიდან მინდა რომ ბავშვებსო რა აი ყველაფერს ფიცავა რა პირველ გაკვეთილზე იჯდა 20-30 ბავშვი რო გაიგეს ამ ბავშვმა ფუსფუსი მომავალ კვირას სავაროდ ერთი 200 ვერ ეტეოდნენ შიგნით მერე წავიდა 1 3 4 5 ესეთი გაკვეთილების გაკეთება გვინდოდა განათლების სამინისტრომ უნდა დაგხმარებოდა რომ რაღაც მცირე გონორარი ესენია ამბობდნენ აცხონოს მერაბისული ღმერთმა ის ამბობდა რომ აპაპაპა არავით არის ფული კორკოტა ეს არის ჩემი შიგნიდან გამოსული ყველაფერი რა ესე მინდოდა გამეკეთებინა და რა ვიცი ვისაც ძალგიც ეხლა და ან გადავცეთ ან გადმოვცეთ ან თუ კიდე პრემიერი ჩავთოთ ან ვიღედა საკვირაო სკოლები გავაკეთოთ ხალხო ვერ ხედავთ ბავშვები რა დღეში არიან
ეს ყველაფერი არის დღევანდელი ხელისუფლების ბრალი, იმიტომ რომ 12 წელიწადია მაგას ვეჩიჩინებოდი, რომ საგანმანათლებლო და საქმე დააყენეთ ისე. ეს ვინ მოდიან ეს თაობები, იცით? მიშამ ვისაც უთხრა რომ ბუჩქებში წამოდითო ერთი ბუჩქების ამბავს რომ ურკვევდა. ეს არ ვიცი რა, ეს ამორალური ტიპი რა. საზოგადოებრივ არ მიყვარს ახლა პატიმარია და მაგის გინება თორე. ჩათვალეთ სულ გულწრფელ, როცა გარეთ იყო, მაშინ ვაგინებდი გულწრფელად რა. და დღეს ეს ოცნების სასტავი რო არის, დამალული იყვნენ იქიდან და მიშას როგორ შეეხებოდნენ, იმამივით უყურებდნენ ესე რა. აი ეს არის უბედურება ცხოვრების, უმადური ხალხია ქართველი რა. ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით. გამარჯობა ბატონო გია. საღამო მშვიდობის ჩემო ძვირფასო. ბატონო გია, მართლა ძალიან უმადური ხალხი ვართ. მე შეიძლება ცოტა შორიდან დავიწყო. ბატონო გია, იცით რა შეა საქმე? აი ხლა რო ამბობენ რომ არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რამე თუ იქნებ მოვიდეს პატრიოტული ძალები, რაც ხალხს ძალიან გვინდა. რა საკვირველია, მაგრამ აი ნახეთ ხლა, პატრიოტული ძალები როგორ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, როდესაც ნაციონალებს მხარს უჭერს სტუდენტების 90%. მე მათთან მაქვს ურთიერთობა. თქვენ წარმოიდგინეთ იშვიათად რომ ნახოთ სტუდენტი, აი როდესაც მე ვეკითხები და ვესაუბრები მათ, კი მაგრამ ნაციონალები თქვენაირ ადამიანებს, თქვენაირ სტუდენტებს ხოცავდნენ საშინელ დღეში, მე რა მოხდაო? აი თითქოს ფაშისტებად გაიზარდნენ, იცით? ჩვენი ბრალია ეს, ხო? რა თქმა უნდა ხელისუფლებაა დამნაშავე. რა თქმა უნდა ნაციონალებმა მთლიანად განათლების სისტემა გაანადგურეს და მოსპეს და აი ის რაც იყო, ის დრიტა რაც შევარდნაძის დროს რაღაცა იყო, ის რომ მათემატიკებლობა სკოლებში იწყებდნენ მამაუჩვენოთი, ის რომ სკოლებში იყო ოთახები, სადაც მასწავლებლები და ბავშვები ერთად მიდიოდნენ და ლოცულობდნენ, იყო ეს ყველაფერი. შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო განათლების განყოფილების გამგეები ყველგან ყველა რაიონებში და თუ ვინმე დაჩაგრავდა, მივიდოდა მასწავლებელი და განათლების განყოფილების გამგეს ეტყოდა და ზომებს მიიღებდა, ვერავინ მაშინ მასწავლებლებს ვერ ჩაგრავდა. ეხლა განათლების მინისტრა როგორ უნდა მიხვიდე რამე პრობლემა რო შეგექმნას ადმინისტრაციასთან. ყველაფერი სააკას უნდა გაანადგურა, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ევროპის და ამერიკის დავალებით. ვიყოთ რეალურები, ვილაპარაკოთ სიმართლე. თუ არ ვიტყვით სიმართლეს, ხალხი მხარს არ დაუჭერს ეროვნულ ძალებს, ხო? აი ამ ხელისუფლებამაც ყველაფერში იმიტომ წააგო, რომ ის კოაბიტაცია მოახდინა ევროპის იგიდით, რომ იტყვიან ამერიკის იგიდით. ყველაფერი გააკეთეს ისინი, აი თქვენ რო გებრძვიან პატრიოტულ ძალებს, ესეც თავის მოსაწონებლად გააკეთე ევროპის და ამერიკის. უეჭველი. დიახ ბატონო, ამიტომ აი ვერ გაიმარჯვებს რამე თუ გეუბნებით დამიჯერეთ, იმიტომ რომ მე ამ სისტემაში 30 წელიწადია მუშაობ და გაოგნებული ვარ ფაშის, აი ეს ბავშვები როგორ მსჯელობენ, რომ მტკიცებ რომ ადამიანის სიკვდილი არაფრად აღარ მიაჩნიათ. გეუბნებით 80% მოწამლულია სტუდენტების და ამათ ზომები ეხლა რა გამოასწორებს ამ სისტემას. როგორც უკრაინაში ფაშიზმი ძვინვარებდა და ფაშისტები დადიოდნენ სვასტიკები და ამიტომაც დაიწყო რუსეთმა ომი. რა ეხლა ნუ დავიწყებთ იმას, ხო? სპეცოპერაცია დაარქვა რომ ეს ფაშიზმი აღმოეპყვა, რამე თუ რუსებს ამ ფაშიზმის ეშინია ძალიან. ქალბატონო, ძალიან დიდი ბოდიში უკაცრავად რო გაწყვეტინებთ. რჩევა მოგვეცით, აბა თქვენი ჩვეულებრივი ადამიანის რჩევა რა შეიძლება რომ ეხა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანმა ახალგაზრდას ისევის ჩაუნერგოთ, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა. რა შეიძლება რომ გაკეთდეს ამისო? ბატონო, იცით რა კიდე რამიდა ერთ რაღაცას გეტყვით, ოდესაც მე ვამბობდი, რომ მე ვარ პატრიოტ ალიანსის ხარდამჭერი, იცინოდენ, ცინიზმით არიან. პატრიოტის სიტყვას რო ახსენებ, უკვე ცინიზმით არიან გამსჭვალულები. და რა უნდა გაკეთდეს? აი როგორც ქალბატონი მანანა ნიკოლაიშვილი, თქვენთან რომ მობრძანდება ეს მართლა ბრწყინვალე ქალბატონი, პატრიოტი მამულიშვილი, ჩახედული ამ საქმეში, რამხელა დიდებულ საქმეს აკეთებ, თქვენ რომ ამ ქალბატონს იწვევთ, ხო? ერთადერთი ნათელი სისტემა, წერტილი განათლების სისტემაში. ქალბატონი მანანასნაირი უნდა მოვიდეს მინისტრი თუ არა, რაღაც თანამდებობა ისეთ უნდა მიეცეს მას განათლების სისტემაში, რომ განათლება გახდეს ეროვნული, შეაზიზღეს ამ ბავშვებს ყველაფერი ეროვნული. ეროვნული სანამ არ გახდება განათლების სისტემა, ჩვენ არაფერი არ გვეშველება. დაანებონ ამ ევროპულ იდეოლოგიას თავი არ ჯდება
იზრდება ჩვენ სისტემაში ეს ევროპული იდეოლოგია. ამათ ეშინიათ, მაგრამ რა, მაინც ლანძღავენ, მაინც იძახიან რუსეთუმეები ხართ, რა რუსეთუმეები არიან ეს ხელისუფლება საერთოდ რუსეთისკენ სააკაშვილი უფრო იხედებოდა ვიდრე ესენი. საერთოდ არ ეკარებიან აბსოლუტურად. როგორ უნდა მოლაპარაკონ აფხაზეთს, როგორ უნდა აწარმოონ მოლაპარაკება აფხაზეთთან, თუ რუსეთთან რაღაც დიალოგი არ გაიმართა, მაგრამ ეშინია ხელისუფლებას. რა კანონებიც მიიღეს, ამერიკული კანონები მიიღეს და პრორუსულიაო. მართლმადიდებლობის მიმართ რაღაც დადებითი პოზიცია თუ განიმსწვალე დადებითი პოზიციით პრორუსული ხარო. თუ ოჯახის სიწმინდეს იცავ პრორუსული ხარო. მართლმადიდებლობას იცავ პრორუსული ხარო. შენ ქვეყანას იცავ და ეროვნული პრორუსული ხარო და ყველაფერში პრორუსულობას იძახიან და კარგი ყოფილა მაშინ ბატონო ეს პრორუსული სისტემა და რაც გინდა ის დამიძახონ თავარია მე რეზულტატი ჩემი ქვეყნის შენებლობაში ერთი აგური დავადებინონ რა და რაც გინდა ის მეძახონ უკვე ადრე გიждდებოდი მაგაზე რომ რაც გვინდა ბატონო გია ჩვენ გვეძახონ რაც გვინდა ჩვენ პატრიოტი ხალხი ვარ და ასეთივე წავალთ იმ ქვეყანაში მაგრამ ქვეყანა იღუპება მართალი მძანდებით ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის ჩემო ქალბატონო უკაცრავად შეიძლება კიდე გვესაუბრა ჩვენ მაგრამ არის საზოგადოების წევრები ვისაც ჩართვა უნდათ ალბათ და თავისი აზრის დაფიქსირება და საქმე იმაშია რომ აი ცამდე მართალია ქალბატონი და მე მაგალითად დღევანდელი ხელისუფლების ადგილას ხო გავაკეთებდი აი სასწაულ რამეს რა პირველ რიგში დავიწყებდი ისეთ სწავლებას სკოლებში რომ ბავშვები კარდინალურად მოbrunდა არა და წყურია ამ ქართოს იცის რა სისხლიც არის რაც არ უნდა წამლონ ამ წამლებით ამ ცხვირში საყურეებით რაღაცეებით თითქოს რა თავისუფლება არის თქვენ კაი დედმამი თავისუფალი რა საქართველოში ხო გიჟი თავისუფალიაო რა ნათქვამი იყო რაგი თავისუფლება ვინ წაგართვათ რაში წაგართვათ თავისუფალი აზრის გამოხატვაში თქვენ მიშას პერიოდს რა საერთოდ დაბადებულები იყავით თუ არა ჩანასახშიც არ იყავით ჩვენ რომ დიდი დუბინკები გვიხევდნენ თავს მე წამოიჩიტეთ მიშამ თქვა აგერ იმაში ბუჩქებში წაბზანდით იქ რაღაცაები დააწეს და გაგეხარდათ ერთი შიგნით მრწამში ჩაიხედეთ თქვენი მშობლები სად იხედებიან მაგასაც ხო გააჩნია მაგრამ ყველა არ არის ესე რა არის რაღაცა ჯგუფი ქართულად განვითარებული პროგრესული ტვინიანი ჭკვიანი კაი დედმამიშვილები და კაი შვილები და ყველაფერი რა მაგას ვამბობ ჩემო კარგებო ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით ბატონო გისმენთ ალო დიახ გისმენთ ბატონო დია გამარჯობა საღამო მშვიდობის ჩემო კარგო მოგილოცავ აღდგომას გაიხარე შეგვეწიოს აღდგომის მადლი მთელ საქართველოს ბატონო დია მე ვარ პენსიონერი კაცი ვარ 56 წლის სტაჟი მაქვს დიახ რა პროფესიით ბრძანდებით პროფესიით ექიმი ვარ პროფესიით ხო შემოგევლე ახლა პენსიაზე ვარ დიახ ხოდა ექიმი ვარ პროფესიით აი ექიმი თუ ხარ ჩემო ძვირფასო ერთი ბოდიშ ვიხდი რომ გაწყვეტინეთ მაგრამ მინდა რომ აი საქმეცა რა დიაგნოზ დაუსვავდი დღეს იმისთვის რომ ხვალე ოდნავ მაინც მოbrunდე საქართველოს პატრიოტული გრძნობით არის მაგ დიდი ხანია ფიქრობ მაგ საქმეზე მაგის კითხვა პასუხი არ აქვს მაგას რამე პრევენცია არ შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის რომ ახალგაზრდებს აი ეს ქართული განათლება მივცეთ რომ ჯერ არაფრით არ ჩამორჩებს სოფლიო კლასიკას და სოფლიო ლიტერატურას და სოფლიო განათლებას და იმ ცივილიზაციასაც რაც მიდის მაგრამ ქართულით არ შეიძლება რომ გავტენოთ გავჟღენთოთ ჩვენი ბავშვები ამ თავრობის ხელში ჯერჯერობით არაფერი არ შეიძლება კი ბატონო მაგაში გეთანხმებით ბატონო დია ესე იგი მე რა მინდა იცი ახლა ბევრს არ შეგაწუხებ დიახ პენსია მოგვიმატეს 35 ლარი ნამუსი არა მათ პარლამენტარებს 10 და 15000 ლარი აქვს ხერხმასები და 35 ლარი
ტელევიზორია მაგი ისენა შეუკუთხო მაგათ ისე უნდა შეუკუთხო მეტივაცილი ხო ამ კვირაში გადავწყვიტე რომ მაინც არ შევიკურთხებ იმიტომ რომ მინდა რომ ვეზიარო მითხრეს რომ როგორც კი გადავა აღდგომით დღესასწაული პირველი თქვენი სახელით შევაგინებ მე ვისაც შესაგინებელია ნამუსი სირცხვილი არა ანამუზია შემოგევლოს ჩემი თავი ლაპარაკი 56 წელიწადი სტაჟი გაქვთ ექიმობის და გამოკიდებული ხართ ამ 350 ლარისამა რა ამათი მართლა გაუმაძღარი დედა ავატირე მე რა და დამსახურებული ექიმი ვარ ყველაფერი მაგრამ 35 ლარი და ანუ არ ვიცი რა მართლა სირცხვილი არა გაქვთ თქვენ ქართულათაც არ მინდა გიწოდოთ ამ რუსულ ფილმებში რო არის ისე რა შვაინებო თქვენ შვაინე ღორებო არა აღარ როგორ შეიძლება შეკაიდეთ მამიშვილო როა წააცანსა რო ვირთხასავით ამ ხელაფული ისედაც რა ვისი რა ტენდერი ვისია ის ვისია გოიმი აქ აღარავინ არ არის ბრაცი რა ყველა აზე ვართ ვინ ახარ და როგორ ახარ და ცოტა ამ პენსიონერებს არ შეიძლება მივხედოთ ბიჭო მართლა დედასპიცავა როგორ შეიძლება ფოკუს ერთი გიული დეიდამ თქვა რომ აი ეს როგორ უნდა ეცხოვრა რა მაგის მართლა არ ვიცი რა ეს რო გიული დეიდა პენსიაზე ჩამოწერილი ხონდა როგორ უნდა გვეცხოვრა რა ერთი თვითონ უნდა იცხოვრონ ეგრე მაგა ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით ალო ბატონო საღამშვიდობისა ბატონოგია საღამომშვიდობის ჩემო ძვირფასო გილოცავთ იუბილეს ობიექტივის იუბილეს მეთხეს გაიხარე ჩემო კარგო გაიხარე შემოგევლე ერთი წუთით არ გამითიშოთ ძალიან გთხოვთ არა არავით არ რა უნდა გაგითიშოთ გისმენ ჩემო ძვირფასო ძალიან მინდა გამოვეხმაურო იმ ქალბატონს რომელიც გამოვიდა და რომელმაც თქვა რომ ძალიან აი იცით რა როგორ გითხრათ ერთი წუთით ჩემი ნაცნობებიდან თქვათ 1000 კაცს მაინც ხო ვიცნობ მისთანაც მაქვს ჩოგებროვად ურთიერთობა ეს წელ საქართველოში სიტყვაზე რომ ვთქვათ დიახ აქედან დაახლოებით 25% არის უმაღლესი განათლებით დაახლოებით 25% კი ბატონო სხვადასხვა სფეროში ზოგი ინჟინერია, ზოგი მასწავლებელი, ზოგი მედიცინის დარგში მუშაობს და მუშაკი და აქედან აი დაახლოებით 70% პლუს მინუს 5% იცით რაზე დგანან მისტერიან ნაციონალისტ და აი ეს მიგვირს კაცო აი უმაღლეს განათლების ხალხი რატო ცდებიან რა მოუშხამათ რა მოუწამლათ აზროვნება ეს ვერ გამიგია აი რო ვეუბნები ამდენ ცუდს აკეთებდნენ და ამას რო გადმოსცემენ ტელევიზიით ეგ ტყუილი არის ბევრი ასე ამბობს ეხა ჩემ არ გახვიდეთ ეთერიდან ჩემ აზრს მოგახსენებთ ეხა როგორც ამბობენ რომ ყოფილი უშიშროების თანამშრომელი არ არსებობსო ისი არის ყოფილი ნაციონალი არ არსებობს რა ანუ ესენი მაშინ გამსჭვალულები იყვნენ მაგით მაგრამ რაღაცა ნაწილიც არის რომ დარწმუნდა რომ ნაციონალებთან ომი რო ქონდა და დარწმუნდნენ აგერო შეიძლება ბიძინა მოვიდა და უფრო კაი ცხოვრება ქონდესო არაფერი კაი ცხოვრება არ აქვს რა იმათ არც ციხე ემუქრებოდათ იმ ინტელიგენცია საშო შუა უნდა გაიკრიფოსო ბიძინას ნათქვამი არ არის კაცო აი მაგიტომ ვამბობ რომ ის ინტელიგენცია როგორც მიშას დროს იყო არაფრით არ გაუნჯობესებულა თუ არ გაუარესდა და მაგიტომაც არის რომ მეტი წილი უმაღლეს დამთავრებული დღეს არის ნაწყენი ბატონ ბიძინაზე იმიტომ რომ რა ვიცი არ და როგორ დაიწყო ამ ინტელიგენციის წარმომადგენლებს ხელოვნების მუშაკებს სპორტსმენებს იმებს არც იყო საერთოდ მოსული საქართველოში და რაღაც ხელფასი დაუნიშნა ის და რაღაცა
გულიც მოიგო ფაქტიურად, ცუდი კი არ გააკეთა, უსიდან უმადურობა ეხა თქვა რომ ეს იმიტომ აკეთებდა რომ მე არ მინდა რა ეგრე რო ჩავთვალო, დედას ფიცაო, აი ღმერთის წინაშე ვობ, არ მინდა ეგრე ჩავთვალო, რაც იკეთე გააკეთა, თუ ისე გააკეთა ვიღაცა რო ეგრე ფიქრობს, ღმერთია მოწყალე და მოწამე და თვითონ უფალმა იცის რა და როგორ არის, მაგრამ რატო ვაბრალებ შეიძლება იმას რომ სამების ეკლესია რაღაცა გააკეთა, იქ მოაწყო, გააკეთა ის მაგაზე ხა უმადურობა მაგის გამოხატვა, მაგრამ არის კიდე ხო აზრი ისეთი რომ ამას იმიტომ აკეთებდა რომ მოსულიყო რა. თუ ესეა ჩვენ ვერაფერს ტყუილან უდავაბრალებ და ღმერთი მოწყალია ყველაფერს ხედავს და გააკეთებს კიდევაც, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩემო ბიძინა ბატონო, ირგვლივ ყავს ნაციონალები, ის შხამით გაჟღენთილი ადამიანები, ვიც დიდիր ამბებს უმღერობდნენ ბატონ მიხეილ სააკაშვილს და უცბად გაუჭირდა თუ არა მიშას. ეხა იქ გადმოხდნენ თქვენკენ რა. ეხა გაგიჭირდება თუ არა. თქვენ ეგრევე გადახტებიან სადაც საჭიროა იქითკენ და რა ვიცი ეხა ვინც ივაშკაცა და ვისკისერზეც მოხოდით თქვენ მართლა ბიძინამო ვიღაცა ამბობდა თავის დროზე რომ ჩვენ ამდენი ვიწვალეთ და ვერაფერი ვერ გავაკეთეთო და მოვიდა ბიძინა და გააკეთე. ბიძინას ეს პლატფორმა რო არ დახვედრო და ეგრე არ არის იუსგარ სად არის ეგრე ეხა მართლა ბიძინამ შეიძლება პირველი სკრიპკის როლი ითამაშა, მაგრამ ერთი სკრიპკით რას გახვალ ფონს მო? იქ ამხელა კამერული ორკესტრი უკრავდა ჩვენი თამადობით იმ ბიჭების და გოგოების, ვის თავის დროზე სუცემა ტყეპაში ვიყავით. იქითაც ურტყავდით, ეგრე არ იყო მარტო რა. მაგრამ ეგრე სად იყო ძმო? არასოდეს არ ყოფილა ეგრე რა. ჯერ ადამიანი რო ბიჭო სულ მაგას ვამბობ ხოლმე რა. მართალი წმინდა მამები ამბობდნენ, მართალი მამები რო როცა აქებდნენ, გარბოდნენ რო არ მოესმინათ რამე ისეთი რომ ხიბლში არ გადავარდნენ. ისე ერთი-ორჯერ ბიძინასაც შევამჩნიე, კაი ნუმაქებთ, ეხლა ნუმაქებთო რა. მაგან სხვა კუთხით დაინახა ეს შექება რომ ლიქონელებს უთხრა თავის დროზე. თქვენ მანდ დაჯექი და თქვენი ადგილი იცოდეთო. მაგრამ ბიძინა ბატონო, დღეს რო 350 ლარი აქვს პენსია, 56 წელი აქვს სტაჟი გავლილი ამ ადამიანს. 345 ლარი რომ მოუმატეთ თვითონ რა დაკმაყოფილ და ვიღაცა მართლა ქაჯმა თქვა რომ აუ რა გინდა 25 შეიტენეთ 25 ლარი უკან 25 ლარით რამე სიყიდი 25 ლარად სემიჩკას რო ყიდულობდი იმას ვეღარ იყიდი რა ჩვენ დროს ბავშვობაში სემიჩკა იყო მოდაში იმას კაი მოხალულ სემიჩკას ვერაზეც იყო კალხოზნიზეც იყო იქ ერთი-ორ ადგილ პლეხანოვზეც იყო მიდიოდი აიღებდი რა 35 ლარი ღადაობთ თქვენ თუ როგორაა თქვენი საქმე მართლა 35 ლარად რა უნდა გააკეთოს ადამიანმა სკლინტიანი ისჭამოს რა ქვია ხაჭო კაცო იმასაც ვერ ყიდულობს თურმე კიდე სკლინტს ურავენ რა უბედურება სხვა რამეში რას ურავენ კიდე კაციშვილმა არის აუ ეგ როგორი თემა დარჩა კიდე ჯერ მაგაზე ბოლომდე არაფერია მიჩუმდა ხო ხალხი ყიდულობს ისე ხაჭოს და იმას უბრალოდ ეს გასინჯავენ და არა არაფრის გემოიტყვენ და შეეგარი რა გეუნებით ეხა მე უნდა ჩამოვაყალიბო რაღაც პატარა შეპესე და გამოუშვა სკლინტი შოკოლადით სკლინტი უნდა გამოუშვა აუცილებლად ნიმითი შაქრი ბატონო გისმენთ აბა მე ჩემი აზრით მე მგონი მეტი მუშაობა საჭირო ახალგაზრდებთან აი მათ მაშინ ხო ტელევიდენია ყველაფერი მუშაობდა მათ სასარგებლოდ აი ამდენი აგიტაცია პროპაგანდა ამან ხო იმუშავა და მე მგონი მეტი მუშაობა ახალგაზრდებთან აუცილებლად მართალი ბრძანდებით იმიტომ რომ თუ ის დაიჯერეს ბევრი მუშაობით ალბათ გამოფხიზდებიან და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშაოთ აუცილებლად მართალი ბრძანდებით დიდი მადლობა ჩართვისთვის ჩემო ძვირფასო ნახეთ ყველა ერთ ასზე ვართ აი ვინც უსმენს დღევანდელ დღეს ვინც ნორმალური მოაზროვნეა რომ
ბავშვებში უნდა დაინერგოს ისეთი სწავლა განათლება, რომელიც რა ვიცი რა, სწორად განვითარდება რა. ყველაფერი უნდა ასწავლონ, ძმაო, წააკითხონ, ეგზიუპერიც უნდა წააკითხონ, ილია ჭავჭავაძეს უნდა იცოდეს, ისიც უნდა იცოდეს, ესეც უნდა იცოდეს და ყველაფერი უნდა იცოდეს რა ბავშვმა რა. უნდა იცოდეს საღი აზროვნების, მაგრამ ჯიგარი უნდა ქონდეს ქართული. ჯიგარი უნდა იყოს ჯიგარი ქართული და ზედნაშენი უნდა იყოს ყველაფერი დანარჩენი რა. ზარი მაქვს ეთერში, მოგბრძანდით. ალო, ბატონო. გამარჯობა, ბატონო გიორგი. გამარჯობა, ჩემო კარგო. ისიც რა, ისე გიხდება თქვენ მოფერება, ისე გვეფერები და იმდენ სითბოს გვაძლევთ. დიახ. როდესაც აი ესეთ გიყურებთ ახლა და შეხოთებულები ხართ რაღაცის შეცვლა გვინდა. ბატონო გიორგი, მე ესეთი აზრი გამეჩნდა ასაკში ვარ, როგორ გავაერთიანოთ ეს ჩვენი ნიჭიერი ხალხი, რომ ამდენი დაპირისპირება არ იყოს დღეს ძალიან დამცინდი, რაღაცა იმედი არ მინდა რომ დავკარგო, მაგრამ აი იცით რა, ისახარება გვეუბნება, რომ დაპირისპირება კამათში არ დგინდება ჭეშმარიტება, იკარგება ენერგია, შეხლა შემოხლა და სიძულვილი. ეს ამას ყველაფერს ადამიანის ბუნების დანგრევა ქვია. ეხლა მე იცით რა ვიფიქრე, თუნდაც არ დამცინოთ რა. მე ასაკში ვარ. დიახ, ბრძანეთ ქალბატონო. და იცით რა ვიფიქრე, ვიყავი ეს პატარა ევროპულ ქალაქში და რო გავიარე ვისეირნე და ამოვიკითხე იუმორის სახლი და დავინტერესდი, ავედი, მიმიღეს ძალიან კარგად, საიდან ხართო და მის ერთი ქართული ანდაზა ინგლისურად ვათარგმნინე, იქ ვთარგმნე და პრიზითაც დამაკავშირეს. ბევრი თაჩნაურები მითხრეს, ერთი ქართული ანდაზა როგორ რა ანდაზა არის, რა ანდაზა? აი ახლა გეტყვით. ჭანჭველას თვარები არ ქონდა და უფალს წამწამებს თხოვდაო, ხო ქართულია. ბინებს რო იშენებდნენ და ავეც რო ყიდულებდნენ წინასწარ და ის ბინები არ შენდებოდა, ისევე პებოდა სადღაც გარაჟებში, ხო? ეს დიახ. ხო ძალიან მოიწონა. დამაჯიდოეს რაღაც ჯერადები, თქვენ რო ადრე მოსულიყავით ფულად იცით, ერთი სიტყვით მე ქართულად მადლობა დამაწინეს, ძალიან მოეწონათ ჩვენი ანბანი. ამოვედი და დავიწყე ფიქრი. ეხლა არ ვიცი, არ დამცინოთ. ხომ არ შეიძლება რომ ვიფიქროთ ჩვენს იუმორის სახლზე, სადაც ღვინის სახლის ხო არსებობს რა. კი ბატონო. და აი ამ იუმორის სახლში ხუმრობით, აი ეს საყირით უთხრათ ერთმანეთს ისე ძალიან ბევრი ადამიანი იulis თქვენ მაგარი ისე გენიალური აზრია, რომ ბევრი ადამიანი მივოდა გულს გადააყოლებს რა, ბოღმას გამოუშვებს ყოველ შემთხვევაში რა. დიახ, როგორ გიხდებათ გაღიმება, ბატონო გიორგი, ჩემი დასუმევნება ის ხათაშვილის მღერის კარგად და მეუბნება, სადმე იქ რო ცხოვრობდეთ, სადაც ცხოვრობს გიორგიო რაბედნიერი. შემოგევლეთ. დამირეკე და შევხვდები თქვენი შვილი ვისაც გნებავდა. აი ახლა უყურეთ, კარგით ეს ყველაფერი. ეხლა კიდე რა, იცით რა მოგხებს? არ გიხდება ქართველებს ეს მატერიალიზაცია, ეს ფულის კულტი არა. აი მე ვერ ვნახე, იცით, ევროპის პატარა ქალაქში ვიყავი სტუმრად და აი ეს რაღაცა, იცით, უფრო სულიერების სხვა რამით ცხოვრობენ, სხვა რამით მართალი ბრძანდები. და ჩვენ როგორი ნიჭიერი ხალხი
შემომქმედი. აი ხა შეხედეთ, ამდენი მომღერალი, ამდენი მხატვარი, ამდენი ნიჭიერი ადამიანი. მოცეკვარი, ასეთი ხელოვნებით და ერთმანეთის ვანძღვის მეცნა არჟემინია რა მიშველეთ ხალხნო. სულ ამაზე ვფიქრობ. აი დიდი მადლობა ჩართვისთვის. ეხა ქალბატონმა ისე თქვა ბოლოს ფრაზა გამახსენდა მზე შემოდგომისა ფილმი, სადაც მედიკო ჯაფარიძე თამაშობს და ინტერვიუს რო იღებენ. აი გენიალური ოთარ მეღვინეთუხუცესი ორივეს სული აცხონა ღმერთმა. ქალბატონი მედიკო რო რაღაცას იმაშვება ინტერვიუს რო აზა გენიალური რა კარგი იყო ეს ყველაფერი ხალხო რავი რამ გაგვაბოროტა რა უბედურება რაღაცა მოვეფეროთ რა იცით რა არის ნუ გონიათ რომ იმან თუ რაღაცა აი არა ღმერთის ნებათ ჩავთვალოთ რაღაცები და მაგრამ ეხა იმასაც ძალიან თავი ბოროტებას არ დაუკრათ და სიცრუეს არ დაუკრათ თავი რა. აი მაგას გეუბნებით მე თვითონ ვამბობ ამას. სარიმა ეთერში მობრძანდით. გამარჯობათ. გამარჯობათ. გიქალსიცოცხლე ჯანმრთელობას გისურვებთ. თქვენ გენაცვალეთ, დიდი მადლობა, ჩემო ქალბატონო, გაიხარეთ. აი ეხება ბავშვების საერთოდაზეო არა ბავშვებთან ბევრი უნდა იმუშაონ პატრიოტთა პედაგოგებმა და არა იმ პედაგოგებმა რომლებსაც ახლა კერძო ეს არის რა ქვია სკოლები კერძო უმაღლეს სასწავლებლები და უმრავლესობა იმ უმაღლეს სასწავლებელში დასავლეთის მასე ზრდიან და იმათ ქართულს არაფერს არ ასწავლიან იმათ მენტალიტეტს ასწავლიან იმათ ყველა იმას და რადგინა ქართული აი მთავარია ინგლისური იცოდე მთავარია იცოცხოენა რა საჭიროა ქართული აი ასე დიან იმ მასწავლებლები იმ კერძო სკოლებში და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. იმიტომ ზრდიან, ჩემო ქალბატონო, იმიტომ ზრდიან, რომ იმედი აღარ აქვს, რომ საქართველოში კაი ცხოვრება იქნება და ყველა ენას იმიტომ სწავლობს, რომ გაიქცეს ევროპაში. ეგ არის ჩვენი უბედურება. არა, ენა უნდა ისწავლო რამდენი. აცო, ენა რამდენი ვინ ამბობდა, აღარ მახსოვს ზუსტად. რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო რა. ეხლა ენის სწავლა ზარ არის, მენტალიტეტის გასაკვირველია. გეთახმებით აბსოლუტურად. ხო, ქართული ტრადიციები რადგინდა, ქართული აი ამას უასმენენ ახალგაზრდა ისინი უკვე ისი აქვს იმას twin მოწყობილი რომ ეს ქართული არაფერი არ ვარგა და არის იმ დასავლეთის ყველაფერი კარგი. ასე რომ გაზრდი ამ დროს პირიქით არის მე მგონი რა. ხო და ასე უნდა მასწავლებელმა ეს არ უნდა ასე არ უნდა ასწავლო მოსწავლე უნდა აღზარდო ნამდვილად საქართველოში ქართულ სულზე ქართულ ტრადიციებზე და ქართული მენტალიტეტის უნდა იყოს მოსწავლე და არა კი ენის ცოდნა რა თქმა უნდა იცოდე მაგრამ ის რომ არც ის რომ შენ აქ არ აქვს პერსპექტივა და გაიქეცი დასავლეთში არ არის სწორი მე პირიქით მე რო სტუდენტი ვიყო ეს ვეკითხავთ მასწავლებელმა ამაზე ვეტყოდი არა მირჩევნია საქართველოში მოვკვდე და აქ ვიყო ვიღე წავიდე და იქ სხვა ქვეყანას ვემსახურო და სხვა ქვეყნისთვის გამოვიყენო ჩემი ყოაბრონება სხვა ქვეყანას მოახმარო ჩემი ფიზიკური შრომაა თუ გონებრივი აი ამას ვიტყოდი კარგი სტუდენტი როგორ აღვიქით მაგრამ არ ვიფიქრია რომ მივატოვოთ ჩვენი ქვეყნის აუტოვოთ რომ მივატოვოთ ქვეყანა ყველამ ასე რომ ვიფიქროთ მაშინ ვისწრებთ ეს ტერიტორია ვის უნდა დაუტოვოთ დიდი მადლობა ქალბატონო ჩართვისთვის დიდი მადლობა საკმაოდ ისეთი აზრი გამოითქვა თქვენ მიერ რომელიც აუცილებლად გასატარებელია ეხა ორი წამი მინდა რომ რაღაც დამითმოთ ყურადღება და გავალ მეც ჯერ ესერთი დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ქუჩაში მხვდება მეყვავილე არის
მემწვანილია, ჩვეულებრივი ადამიანია თუ რაღაცა და რომ დამინახავენ, აუ კორკოტ როგორ ახარ და შვილო და რაღაცა უნდათ რომ რაღაცა ან მაჩუქონ ან რაღაცა და ბიჭო როგორ ისე უხერხულად ავარ ხოლმე ხანდახარო იმ ხელა სითბოს გზნობ რომ აღარ ვიცი რა გავაკეთო და ეს სითბოა განა რა უნდა იყოს ეხა ადამიანმა რომ რაღაცა იქ რისი შესაძლებლობაც აქვს მაგრამ ამ ქმედებას, ამ ჩუქებას და ამ სიყვარულს ხო გიხატავენ. კიდე ქობულეთელებმა დამირეკეს ჩემმა მეგობრებმა და მინდა რომ მოგახსენოთ ახლა დუხსნაპოლიზე ლაპარაკი იყო რომ ქობულეთში გამოაგზავნოთ. აგერ ქობულეთში არის მაღაზია სოფელი ლეღვაში არის, სადაც ეს შეგიძლიათ შეიძინოთ. მარკეტი არის აბაშიძის ქუჩა 24-ში და მარკეტი არის რუსთაველის 160-ში, სადაც შეგიძლიათ ეს ზუნაპოლი შეიძინოთ. მე კიდე დამიკავშირე მარნეულიდან იქიდან, ვისაც მართლა მოეწონათ ეს ახლა. ჯერ სანამ მე ამათ არ კარგად არ ჩავიკოკლოზინებ, მაგრამ ვიცი რომ კარგია რა და ნახეთ თქვენ თუ არ მოგეწონებათ ბოლო-ბოლო ერთსაც ესე ძალი დალევ და იმას ასვავთ, რა ქვია, აღარ მინდა რა. მაწონებს და რაღაცებს კლინტრარებს და ნუ ეხლა ხანდახან გასინჯეთ ხოლმე ესეც რა. ხალხო, თქვენ გენაცვალეთ. დაიწყო ღნების კვირეული და ამ კვირაში ძალიან ძიმე დღეებია 4 შაბათს ქრისტე გაყიდეს, პარასკევს ჯვარზე აცვეს, მერე ღვთისწყალობით აღს გამკვეთით და აღდგომის დღესასწაულს ისე შევხვდეთ რომ ნაკლები რაღაცა დაგვედოს ლოდები გულზე რა. უფრო გახსნილები იყავით, ჩვენ თავზე ვიფიქროთ იმაზე რომ ღმერთის წინაშე ყველაზე მაგრები და ლამაზები და პრანჭიკელები არა ვართ, ყველაზე კარგები ვართ სულით და რაც გაწმენდა გვჭირდება, ვისაც მოძღვარი ყავთ, მიდით და გაიწმინდეთ, იმიტომ რომ ჩემ ქვეყანას გაწმენდილი სულის ადამიანები ჭირდება და არა ღორობით სავსე ადამიანები. დამიჯერეთ, იმიტომ კი არა რომ მე ყველაზე ჭკვიანი რაღაცები მეც ამაქვს რა გამოვლილი ამ ცხოვრებაში და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის როგორც არის. ნუ იქნებით უმადურები, უფლის დიდება ვთქვა და ეს შვიდეული დღევანდელი ეს რაც ამ კვირის შვიდეული ვეცადოთ რომ ნაკლებად ვიფიქროთ ცუდზე, უფრო კარგზე, მომავალზე ვიფიქროთ, ქრისტეს სიყვარულზე ვიფიქროთ და ქრისტეს მიერ გზაზე ვიფიქროთ. აბა ჯვარი გეწეროთ, მაგრად იყავით 4 შაბათამდე.